ვანის სამტრედიის დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გაეცნო. მთის ძირსა და გომში 10 კილომეტრზე სიგრძის სადრენაჟე ქსელი იწმინდება. არხებსა და კოლექტორებში წყალი შეუფერხებლად გაივლის. შედეგად დაახლოებით 350 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მიმდებარე საკარბიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს. აღსანიშნავია, რომ სადრენაჟე სისტემაზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები ათეულობით წელია არ ჩატარებულა. ამ ეტაპისთვის შესრულებულია თითქმის სამუშაოების ნახევარზე მეტი, სრულად გაიწმინდება 10 კილომეტრი სიგრძის არხები, რომელიც პრევენციას მოახდენს და დატბორისგან დაიცავს სოფელ გომისა და მთისძირის, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ასევე საკარმიდამო ნაკვეთებს. ყველა გაზაფხულზე და შემოდგომის პირას იტბორებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი ფართები და ეხლა გუშინაც უკვე ძალიან ინტენსიური ნალექი იყო და გუშინ უკვე პირველი ტესტირება შეიძლება ჩაითვალოს, რომ წარმატებით იმუშავა. ის რაც დღეს კეთდება, ეს სადრენაჟე გასაგაწმენდით სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლისთვის. ყველა აყოფილი ვართ, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ასე ამ დონეზე გაწმენდილი იყოს, ნახოთ არ მახსოვს. ამოისუნთქა სოფელმა, ამოისუნთქა ქვია, იმიტომ რომ საშიშრობა არ დგას.